გრძელდება ჩვენი დილა და გრძელდება ეს ერთ-ერთი მთავარი თემით 7 ივნისიდან 5 დღის განმავლობაში თბილისი კავკას ჯაზის ფესტივალს უმასპინძლებს. წელს მუსიკალური ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას 3 ქვეყანა მიიღებს. გახსნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იგეგმება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოპები და დისკუსიები მუსიკოსებს შორის. ბაქოელი მუსიკოსი ულვია რაჰიმოვა, რომელიც ფესტივალში მონაწილეობას თბილისის ბიგ ბენდთან ერთად მიიღებს, უკვე თბილისშია და რეპეტიციებს გადის. ულვია რაჰიმოვა ჯონსი თბილისში ხშირად ჩამოდის. ამჟამად თბილისის ბიგ ბენდთან ერთად გადის რეპეტიციას და კავკას ჯაზის ფესტივალისთვის ემზადება. მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილ ჯაზის მოყვარულებს აზერბაიჯანელი მუსიკოსი 15 კომპოზიციას შესთავაზებს. პირველად საქართველოში შარშან კავკას ჯაზის ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისს ხშირად სტუმრობს და აქ უკვე არაერთი კონცერტი გამართა. ბიგ ბენდის გარდა ის მაყურებელს სხვადასხვა კომპოზიციებს სხვა ქართველი მუსიკოსის თანხლებითაც შეუსრულებს. როგორც მუსიკოსი ამბობს, ის მოხიბლულია ქართველი კოლეგებით და მათი პროფესიონალიზმით. ბიგ ბენდთან როდესაც პირველი რეპეტიცია გავიარე, ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს გუნდი. სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან კავკას ჯაზის დასრულების შემდეგაც. თვითონ ეს ფესტივალი კი ძალიან კარგია, რადგან სხვადასხვა ქვეყნების წარმოადგენლებს საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს ჩვენი შემოქმედება გაუზიაროთ. ბიგ ბენდის პიანისტთან და ბასისტთან ერთად ბაქოელი ჯაზის შემსრულებელი ამჟამად 2 კომპოზიციას ამუშავებს. პიანისტი გია მაღრაძე აზერბაიჯანულ ჯაზს კარგად იცნობს და ამბობს, რომ მათ ამ სფეროში დიდი ტრადიციები აქვთ. მან ულვიასთან რამდენიმე რეპეტიცია გაიარა და მუსიკოსის მონაცემებითა და პროფესიონალიზმით კმაყოფილია. ხაზგაუსმა ძალიან ისეთი ორგანიზებული ქალბატონია, მონდომებული. ჯაზი ისეთი სფეროა მუსიკის, რომ იქ არის სტანდარტები, რაღაც ტრადიციული თემი, რომელიც ყველა ჯაზმენმა, მუსიკოსმა უნდა იცოდეს, ამიტომ სირთულე არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა. ულვია ჯაზით 13 წლიდან არის დაინტერესებული და 27 წლის ასაკში საერთაშორისო ფესტივალზე მეორედ მონაწილეობს. კავკას ჯაზის შემდეგ მას ბათუმის შავი ზღვის ფესტივალზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი. ჯაზის მოყვარულებს მისი შემოქმედების მოსმენის საშუალება თბილისში 6 ივნისს მიეცემათ. You already know, but sing it again. I love you, baby, nothing will take me away. I know that you know, but sing it again. I love you, baby, nothing will take me away. Gelodebit X ივნის მარჯანაშვილის თეატრში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფესტივალზე კავკას ჯაზი, რომლის დამაარსებელი და დირექტორი ჰელენ მეჩითოვაა, დღეს ჩვენი დილის სტუმარი, დილომშვიდობისა. ძალიან საინტერესო სიუჟეტი ვნახეთ ახლა ჩვენი იმ დღეებთან დაკავშირებით, რომელიც იგეგმება უახლოეს მომავალში. მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, თუ როგორი იქნება წლევანდელი ფესტივალი, რომელიც როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ცოტათი განსხვავებული იქნება შარშანდელისგან, გაიხსნება ის 6 ივნისს და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გახსნა დაგეგმილია მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო დახურვა იავნანას ბაღში. დედაენის ბაღში კი ღიაცის ქვეშ. ცოტათი როგორ შევსვათ, ანუ შარშან ჩვენ წავიყვანეთ მუსიკოსები ქალაქგარეთ, იქ ვამეცადინეთ 5 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტბაზე. წელს ყველა მუსიკოსი იქნება თბილისში. ჩვენ გვექნება მუსიკალური დისკუსიები ამ პერიოდის განმავლობაში, ვორქშოპები, მასტერკლასები, ჯაზ კლუბში Jazz Unlimited, რომელიც სულ ახალი გახსნილია. და უბრალოდ ეს ფესტივალი იმისთვის კეთდება, რომ დავაახლოვოთ მუსიკოსები, ახალი კონტაქტები შეიძინონ და ასე შემდეგ. შენახსენებ ვორქშოპები, შეხვედრები, დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს ხო მუსიკოსებს შორის და ერთ-ერთი სტუმარი ულვია რაჰიმოვა ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. სხვა სტუმრებზე რომ ვისაუბროთ, ანუ ვის და ვის შორის იქნება ეს ყველაფერის გაცვლა, გამოცვლა, იგივე გამოცდილების თუ მუსიკალური გამოცდილება იქნება ეს თუ ანუ ჩვენი ვოკალური მუსიკოსები და კონკრეტულად რო ვისაუბროთ იმ მუსიკოსებზე, რომლებიც ჩამოდიან, რომელიც შეგიძლია გამოყო ვთქვათ, ხო მნიშვნელოვანი სტუმრებიდან და ჩვენგან ვინ დახვდება მას? ჩვენგან ძალიან ისეთი კითხვა. ჩვენი მუსიკოსები, ანუ ჯაზბენდები, ველოდებით ერთ ჯაზბენდი არა, ბლუზ ბენდი სომხეთიდან, არაჩვეულებრივი მუსიკოსები. კიდე ჩვენი special guest იქნება T-Blues Mobile Band-ი, რომელიც ძალიან უფრო დიდი თაობა, ასე ვთქვათ, უფროსი თაობა, რომლებიც თავის გამოცდილებას გაუზიარებენ
მომავალ თაობას, ახალგაზრდა თაობას. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა პრობლემა ამ ხრივ, ანუ ახალგაზრდა თაობაში ძალიან ცოტა მუსიკოსია, ჯაზმენი, თან პროფესიონალი და ამით გვინდა ცოტა პოპულარიზაცია მოვახდინოთ თვითონ ახალგაზრდებში, მივცეთ საშუალება, ვთქვათ, აი იგივე ულვიას ვაძლევთ საშუალებას გამოვიდეს ჩვენს big band-თან, ხო, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება. უბრალოდ სამწუხაროდ შეიძლება ვერ მოასწროს სომხეთიდან ერთ-ერთი მუსიკოსი ჩამოსვლას, უბრალოდ რაღაც პრობლემები ჰქონდათ თვითონ იქ. დაახლოებით რამდენი სტუმარი ჩამოდის თვლიან? 10. უმეტესობა სომხეთიდან. იცით რატომ ჩვენ ძალიან პასუხებს ველოდებოდით ისეთ პერიოდში, როდესაც ჩვენთან იყო ცოტა არასტაბილური მდგომარეობა პოლიტიკური და ამის გამო ძალიან ბევრს უბრალოდ შეეშინდა და ამიტომ თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლა. როგორც ჩვენ ვიცით, ორი ყველაზე აქტიური დღეს არის გახსნის დღე მარჯანიშვილის თეატრში და დახურვის დღე დედაენის ბაღში ღიაცის ქვეშ კონცერტი. აი უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამ ღონისძიებებზე, ანუ აი გაქვთ თუ არა რაღაცა განსაკუთრებული მომზადებული, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ მსმენელი და ფესტივალის დამსწრე საზოგადოება მოისმენს კარგი მუსიკას. არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა შარშან ჩვენს ფესტივალზე, ჩვენი დახურვა შარშან იყო event hall-ში. ყველა ბენდი ჯერ თავისი პროგრამა წარადგინა, ნახევარსაათიანი და ანუ ესეთი პრინციპი გვაქვს, რომ უნდა დამთავრდეს ფესტივალი გრანდიოზული ჯეიმ სეიშენით. ანუ ამ დროს ყველა ამოდის სცენაზე, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მოვიდეს უბრალოდ მაყურებელიც თუ იქნება მუსიკოსი, აქვს ამის საშუალება გამოვიდეს სცენაზე და კი, ზუსტად მასე მოხდა შარშან, როდესაც უბრალოდ მაყურებლები, ვინც იყო ინსტრუმენტებით მოსული, ყველას ჰქონდა საშუალება ამოსულიყვნენ და დაეკვრათ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად. ეს იყო ძალიან საინტერესო და ისეთ ეიფორიაში იყვნენ თვითონ მუსიკოსები, რომ სადღაც თვითონ ჯეიმ სეიშენი გაგრძელდა საათ ნახევარ, უბრალოდ ჩამოსვლა არ უნდათ სცენიდან. იმედი მაქვს, რომ წელსაც იგივე მოხდება. შარშანდელი ფესტივალის გამოცდილებიდან ვთქვათ, აი შეგიძლიათ თუ არა დღესდღეობით შენ თქვა რამდენად გამოიღო იმ ფესტივალმა უკვე კონკრეტული მუსიკოსებისთვის რაიმე სასიამოვნო და საინტერესო პერსპექტიული შედეგები, ანუ ხომ არ დამყარდა რაღაც კონტაქტები? კი, როგორ არა. ვინმე ქართველი ახალგაზრდა შემსრულებელი ხომ არ აღმოჩნდა ვთქვათ ყურადღების ცენტრში ან აზერბაიჯანში ან სომხეთში ან თუნდაც სხვა ქვეყანაში ამ ფესტივალიდან? კი, როგორ არა. მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ სომხებზე, ანუ ვინც იყო შარშან იყო ჩამოსული, თვითონ სომხებმა ფილმი გადაიღეს, როგორ ჩამოვიდნენ თბილისში, როგორ დაუკრეს და მე ესაჩვენეს იქაო ტელევიზიით. ავიღოთ იქნებოდა საკმაოდ დიდი. კი, აბსოლუტურად, ანუ ყველა საიტზე ჯაზ, ანუ რაც არის ჯაზ პორტალები ყველგან დაიწერა. ავიღოთ ულვია რახიმოვას მაგალითი. ამ ფესტივალის შემდეგ უკვე დაიწყო მოღვაწეობა ქართველ მუსიკოსებთან ერთად. ხშირად მიდიან ერთად ბაქოში უკრავენ იქაო ბაკუ ჯაზ ცენტრში და აქაც მართავენ კონცერტებს. ანუ ზუსტად ამისთვის კეთდებოდა ჩემი აზრით ეს ფესტივალი, რომ აი ესეთი კონტაქტები დაემყარებინათ. და ჩვენი საუბრის ბოლოს მოდი მაინტერესებს ხომ არ გეგმავთ, რომ ეს ფესტივალი გახდეს საერთაშორისო და გაფართოვდეს და უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდეს საქართველოში, ან თუნდაც ჩვენი მუსიკოსები უფრო აქტიურად ჩაებან ამ ფესტივალს. კი, აი ზუსტად მაგაზე მინდოდა მე თქვა, ძალიან ბევრი წერილი მივიღეთ საზღვარგარეთიდან ახალგაზრდებისგან, რომლებსაც უნდათ წელს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ცოტა წელს არ გამოგვივიდა საერთაშორისო მიმართულებით გაყვანა, მაგრამ მომავალი წლისთვის კი ვაპირებთ. იყვნენ ისეთი მუსიკოსები თან, ანუ ქართველები გერმანიიდან, სომხები ნიუ-იორკიდან, აზერბაიჯანელები ბელგიიდან და ანუ ეს დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკვე ამ ფორმატს მიიღებს. აუცილებლად უკვე გვაქვს შეთანხმება ბევრ ორგანიზაციასთან, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ მომავალში. მე წარმატებებს გისურვებ კონკრეტულად წელს ამ ფესტივალის ფარგლებში, რომელიც მე მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გაიხსნება 6 ივნისს და გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ გახსნა დაგეგმილია მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო დახურვა დედაენის ბაღში ღიაცის ქვეშ კონცერტი. ჩვენი სტუმარი კი იყო კავკას ჯაზის დირექტორი და დამაარსებელი ჰელენ მეჩითოვა. დიდი მადლობა. მადლობთ.